მოგესალმებით და ვართ ძალიან კარგ ადგილზე დღეს ჩემს მეგობრებთან ერთად. ადამიანი გეტყვის ვინ არის შენი მეგობარი? ჩემი მეგობარი ისაა, ვინც მე პატივცემს, ვისაც მე პატივცემ. არ აქვს ასაკის მნიშვნელობა. მე ზოგჯერ თქვენგან ვსწავლობ, ზოგჯერ თქვენ ჩემგან ვსწავლობთ. პირველი სადღეგრძელოა. დედის სადღეგრძელო მინდა ვთქვა. გიო, შენ დედამ როგორ გამოგაცილა? სვეტსკად ხო გამოგაცილა? აი დედა შენი თამადობით ყველა დედის სადღეგრძელო მინდა ვთქვა. ყველა დედას გაუმარჯოს. ემიგრაციაში რო არიან, იმ დედების თამადობით, დედა თქვენის თამადობით ყველა ცოცხალ დედის სადღეგრძელო მინდა ვთქვა. რაც შეეხება წასულებს, დედა ჩემის თამადობით ყველა წასული დედები ვადღეგრძელოთ. შენ გიო რამდენი წლის ხარ? აი 11 წლის სკოლიდან რო წამოვიდოდი, დედა ჩემი საკონსერვო ქარხანაში ბევრმა იცის რომ იყო სანიმუშო თანამშრომელი. რომ მივიდოდი, გიო ტრაქტორი ხო გაგიგია ტრაქტორი. მოიტანებდნენ ლაფიტით ტყემალს და თითო ლარს აძლევდნენ მუშებს რომ დაეცალათ. მეც მივიდოდი და ვეტყოდი რომ მეც დამარცხნევიეთ მე. და ერთ დღეს 3 ლაფიტი ქვია, ხო? 3 ლაფიტი დამარცხნევი ენკაცმა 3 ლარად. ახლა შენ წარმოიდგინე, მე იქიდან მოვდივარ. აი შენი ტოლი რო ვიყავი, შრომა არ მეზარებოდა. და როცა შრომა არ გეზარება, ყველაფერს მიაღწევ. აი რატომ მოვდივარ ამ ახალგაზრდებთან? იმიტომ მოვდივარ, რომ კარგი დედის გაზრდილები არიან. დედა შენი ყველაფერს აკეთებს, რომ გიორგი მაგარი ბიჭი იყოს. ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გიორგი მაგარი ბიჭი იყოს, იმიტომ რომ გიორგი უკვე მე-5 კლასში ხარ, ხო? მე-5 კლასშია და უაშკაცების გვერდზე ზიხარ. შენ უნდა იყოს სანიმუშო ქართველი, სანიმუშო სტუდენტი, სანიმუშო სიძე და ახლა მითხარი, შენს ქორწილში თამადა ვინ იქნება? დათო ხო არ იქნება კიდე? აი დათო არა, იმიტომ რომ დათო მუსიკას ფულს არ აჩუქებს. მე კიდე ვჩუქნი, აიგე და სუფრა მაგარი იქნება. დათო მიეცი ისა და მინდა შენთან ალავილი რომ ადამიანს შუბში აწერია კარგი დედის გაზრდილი. ადამიანი რომელიც დედას პატივცემს, ის ყველას პატივცემს. მე ჩემთან რომ მოდიან ახალგაზრდები, გამოცდილება ხო იცი როგორ არის? ნინი იქით უყურე კამერა, შენ ლამაზი გოგო ხარ და ამიტომ წამოგიყვანე. და უყურე როგორ არის დათო? როცა კარგი დედის გაზრდილი ხარ, ზედ შუბზე გაწერია. და თუ კარგი დედის გაზრდილი არა ხარ, ჩემ სამსახურში ვერ მოხვალ. მე ჩემ სამსახურში გაძლევ განათლებას. გასწავლი, შენ ყველაფერი გასწავლა მამაშენმა, დედაშენმა და ყველას. მაგრამ მე გასწავლით იმას, რაც მე ვიცი და როგორც უკეთესია. იცი თქვენ რომ ძალიან დიდი გზამა გავლილი. იმდენად დიდი გზამა გავლილი, რომ მინდა რომ ახალგაზრდებმა შეცდომა არ დაუშვათ. ჩემს ხელში ერთი წელიც რო იმუშაოს ადამიანმა და თუ მან შეცდომა დაუშვა, ჩემი დანაშაული იქნება და ჩემი ბრალი იქნება. ნინი, დედა თქვენის თამადობით, ანი, დედა თქვენის თამადობით, დათო, დედა თქვენის თამადობით, გიას დედის თამადობით, გიოს, ზვიადის დედის თამადობით, ჩვენი ლუკას დედის თამადობით, გიორგის დედის თამადობით, აგერ ჩემი მერაბის დედის თამადობით ყველა დედებს დავლოცავ. თქვენ არ იცით რა ბედნიერები ხართ. თქვენ ხართ უბედნიერესი ადამიანი. მე რომ ერთჯერ არ მახსოვს დედას როგორ მოვეფერე, ან როდის მოვეფერე. ესეთი სიყვარული არ არსებობს და ჩემი თხოვნა ერთი რომ არასდროს დედას არ აწყენიოთ და დედას ყოველთვის
უფრო მეტი მოეფერეთ, ვიდრე ეფერებით. მოდი, თქვენს დედებს ვადგანზელებ და დედაჩემის თამადობით ყველა გაგვინათოს ღმერთმა. იო